ფილმმა გაამართლა, ხდება ეს, არა აქვს ნიშნობა ქართველი ხარ, ფრანგი ხარ, ამერიკელი ხარ თუ არ აქვს ნიშნობა, ეს პრობლემა ყოფითია, სოციალურია და ყველგან არის. ხო და კი იყო ეგეთი შემთხვევები, აი მაგალითად ამერიკაში მოვიდა ქალი და მითხრა რომ თქვენო ხომ ვერ მირჩევ, ზუსტად იგივე სიტუაცია მაქვს და ხომ ვერ მირჩევდითო რა ვქნაო და მე ვთხარი ეს პერსონაჟია, მე ვერაფერს ვერ გეტყვით მეთქი, იმიტომ რომ ვერანაირად იქიდან გამომდინარე, იმდენად მიიღო გულთან და აი ოდესაში იყო მაგალითად ქალი მოვიდა ტირილით რომ ერთ-ერთიო ზუსტად აი შვილების რაოდენობით, გოგო ბიჭი, აი ყველანაირი სიტუაციითო ზუსტად ჩემი ბიოგრაფია არის მოყოლილიო და სხვათა შორის რეჟისორსაც ნანა ექვთიმიშვილსაც ქონდა ეს მომენტი, რომ აი რამდენად სწორად არის აღწერილი და ზუსტად არის აღწერილი ფილმში, იმიტომ რომ ეს მართლა ხდება. შეიძლება ჩვენ არ ვიცით მსოფლიოს რომელ კუთხეში და სად, მაგრამ ხდება ეგეთი და მათთვის არის ეს ძალიან ცნობერა თავიანთ ამბავს და იქიდან გამოსავალს თუ რაღაცნაირად მიაწოდებ ესეთია, მათთვის რაღაცა იმედის მომცემია. გულწრფელად გამიკვირდა მე მეგონა ხა ტრადიციას მაგას ვერ დავარქვით, მაგრამ სულთა ქართული ის მეგონა რაღაც წესი თუ ხასიათიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და მე პირადად ძალიან წინააღმდეგი ვარ მაგის. სულ არ ვიცი ამ 43 წლის ვარ და 4 წლის წინ გადავედით მე და ჩემი მეუღლე შვილებთან ერთად ცალკე საცხოვრებლად და დედა ჩემი და მამა ჩემი სასწრაფო ყავდა დღე და ღამე სახთან, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდა. მე მიყვარს მაგალითად მრავალსულიანი ოჯახი თვითონ, მაგრამ ვთვლი რომ თქვათ ახალგაზრდა ოჯახი ცალკე უნდა ცხოვრობდეს. ასევე ჩემი შვილი რომ დაქორწინდა, იმ თავითვე ვიზრუნე იმაზე რომ ცალკე ყოფილიყვნენ. იმიტომ რომ ოჯახი ისეთი რაღაცა არის, რომ აი ზედმეტი რაღაცები არ არის საჭირო. თუმცა ძალიან ხშირად ერთად რაღაცა დარჩენილან ყოფილან, პერიოდებიც კი ყოფილა რომ ჩემთან ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც უნდა იცოდნენ რომ თავიანთვის რაღაცა თავიანთი ბუდე აქვთ, ხო? იმიტომ რომ მე ვიცი, მე თვითონაც არ მინდა, ეხლა ოჯახში ყველაფერი ხდება, ხო? სიყვარულობანაც ხდება და ჯგუფებიც ხდება, ხო და არ გინდა რომ შემსწრე იყო რაღაც ის თვითონ უნდა მოაგვარონ. თვითონ უნდა გადალახონ. ორი ვაჟი მყავს და უკვე გული მისკდება. ისინი რომ ჩემს სახში აღარ იცხოვრებენ და ცალკე წავლენ, უკვე ნერვიულობ, მაგრამ მეორე გოგო მყავს ვიშოთ, ახლა მე მკითხე რომ გოგო უბრალოდ მე მახსოვს რომ გავთხოვდი პირველად ნახე მამა ჩემი ატირებული, აი მამაზე გეუბნებით. უკვე აი რომ მიდიოდა მთელი ამ რაღაცა, ასე ვთქვათ, ღვინის ძიების მერე, თუ რაღაც შეხვედრის მერე, როცა შევხვდით ორი ოჯახი, რომ მიდიოდა კიბერზე, რაღაცა ძალიან არ უნდოდა, მაგრამ აეტირა და ისე გამიკვირდა, რომ აი რაღაცა რატო ტირის თქო, იმიტომ რომ საათ ხუშოს ხო არ მივდივარ.